ოლიმპიადის გახსნაზე ამერიკის ვიცე-პრეზიდენტთან და სახელმწიფო მდივანთან საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრას თავად მიხეილ ყაველაშვილი ეხმაურება. მისი განცხადებით შედგა თბილი გულწრფელი კომუნიკაცია, რომელიც მოიცავდა ასევე საქმიან საუბარს. საქართველოს პრეზიდენტის განმარტებით მარკო რუბიომ აღნიშნა, რომ უდიდესი ნეგატივის მატარებელი იყო წინა ადმინისტრაცია საქართველოსთან მიმართებით, რის გამოსწორებასაც მოქმედი ადმინისტრაცია შეეცდება. არც მე და დიდი ალბათობით საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას უბრალოდ არ სჯერა, რასაც ყვება ბატონი ყაველაშვილი. წარმოუდგენელია ოლიმპიური თამაშების გახსნასთან დაკავშირებული მიღების საზეიმო მიღებაზე ხელის ჩამორთმევის მომენტში ამდენი რამის თქმა მოასწროს ელემენტარულად ადამიანებმა. ძალიან ნაჭმევარია ამას შეხვედრას რო არქმევებ. შეხვედრა ვიცით ჩვენს ყველანაირი. შეხვედრა არის შეხვედრა, როდესაც ადამიანები მაგიდასთან შეხედავენ და საკითხებს განეხილავენ. რა გააკეთა მაშინ ოცნებამ საიმისოთ, რომ გადატვირთულიყო ამერიკასთან ურთიერთობა. ჩვენ ხედავთ, როგორ წინ არიან ჩვენი მეზობლები ამ კუთხით, სომხეთი, აზერბაიჯანი, როგორ სარგებლობენ საკუთარი ქვეყნის ინტერესებისთვის იმ შეცვლილი გეოპოლიტიკური მდგომარეობით. რა თქმა უნდა, ეს არის კარგი, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან რაღაც გამოჩნდა კრიტერიუმები, რომ შეიძლება მოხდეს გადატვირთვა. რაც შეეხება ვიზიტებს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გეთანხმებით, არც მხოლოდ მოკითხვა და არც მხოლოდ ვიზიტი არაფერს არ მოუტანს ამ ქვეყანას. ვიზიტი მხოლოდ ვიზიტი რომ იყოს კარგი, 2005-ში შეერთებულ შტატების პრეზიდენტი იყო საქართველოში, მაგრამ 2008-ში სამწუხაროდ რუსეთმა მოახდინა ის, რაც მოახდინა. იმედი გვაქვს, რომ გარკვეული ჯგუფები შეიძლება შეიქმნას, რომელიც დაიწყებენ მუშაობას გადატვირთვასთან დაკავშირებით. ვნახოთ, მომავალი როგორი იქნება, კიდევ ერთხელ ვიმეორებ. ჩვენ ხას ვუსვამთ იმას, რომ ჩვენ გვინდა ყველასთან პარტნიორული ურთიერთობა ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. ეს იყო კარგი პირველი გზავნილი ამერიკის მხრიდან და ჩვენ მზად ვართ, რომ ასევე კონსტრუქციულად შემხვედრი პოზიტიური ნაბიჯები გადავდგათ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე დროულად განვაახლოთ და აღვადგინოთ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები. ასევე მნიშვნელოვანია ის აღიარებაც, რომ იმ ძიმე მემკვიდრეობისა, რაც ნამდვილად დატოვა წინა ადმინისტრაციამ და ყველაზე მთავარი აქ არის ის, რომ ახალ ადმინისტრაციას ესმის სწორედ ამ ძიმე მემკვიდრეობის შესახებ და მოწოდებულია იმისთვის, რომ რაც შეიძლება ეს წარსულში, რაც შეიძლება მალე ჩაიხუროს და დარჩეს წარსულში და ჩვენი ურთიერთობების განვაახლოთ, დავიწყოთ სუფთა ფურცლიდან. ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხელისუფლება სად არის თვისებრივად ახალი ურთიერთობების ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ახალი ურთიერთობების ახალი ფურცლიდან ურთიერთობებისთვის. გაჟღერდა მათი მხრიდან, ჩვენი ამერიკელი მეგობრების მხრიდან, რომ რეალურად მათ დახვდა ძალიან მძიმე მემკვიდრეობა. არა ზოგადად უკვე, იმიტომ რომ ერთად მსოფლიო მიცის რა მემკვიდრეობა დახვდათ ბაიდენის ადმინისტრაციის შემდეგ ახალ ადმინისტრაციას, არამედ კონკრეტულად საქართველოსთან მიმართებით და სწორედ რაც თქვენ კითხვაში ახსენეთ, ის იდეა, რომ შეიქმნას რაღაც ტექნიკური ჯგუფი, მოდი ამ დეტალებში ნუ შევალთ. თავარი არის ფაქტი, ძალიან პოზიტიური და დადებითი ფაქტი. დანარჩენს დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.